სუფთა ენერგია დაბალი ხარჯები და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ბოლო წლებში საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა და ის ერთგვარ ტრენდადაც იქცა. თუ 5 წლის წინ მსგავსი მანქანა ქალაქში იშვიათად ჩნდებოდა, დღეს მათი რაოდენობა თვალშისაცემად გაზრდილია. წელს მხოლოდ 6 თვეში ქვეყანაში 3616 ელექტრომობილი შემოვიდა და მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას, რამდენად მზად არის ქვეყანა ინფრასტრუქტურის კუთხით და რა მიმართულება ამ ნაწილში მსოფლიოში რა ტენდენციებია ამ თემებზე ვისაუბრებთ SpaceX დირექტორთან დავით იოსავასთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წინა სტუმრობისას, როდესაც მე და თქვენ საუბრობდით ელექტრომობილების ნაწილზე, რეალურად მე მაშინ დავშაშტაბეშლება, რომ გარკვეულწილად ეს ბაზარი, ამ ბაზრის მოთამაშეები უკვე კმაყოფილები იყავით არსებული ტენდენციებით, რაც დავუშვათ წინა წლებთან შედარებით. ჩვენი სტუმრობის შემდგომ ვითარება კიდევ უფრო მკვეთრად შეიცვალა, თუ მე მეჩვენება, იმიტომ რომ ბოლო დღეებში სპეციალურად დავაკვირდები ხოლმე ავტომობილების და ძალიან ბევრი ელექტროავტომობილი შემოხვდა და საინტერესოა ეს რა ტენდენცია მართლა ისეთი ტრენდი შემოგახდა ამ მიმართულებით თუ უბრალოდ ეს შესამჩნევად როდესაც შეიცვალა ვითარება უბრალოდ თვალშისაცემი გახდა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ დაპატიჟებისთვის. ნამდვილად სწორად შეავჩნიეთ თქვენს ეს ტენდენცია წინა წელთან შედარებით პირველი 2 კვარტალი რომ შევადაროთ ერთმანეთს, დაახლოებით 90%-ით არის გაზრდილი ელექტრომანქანების იმპორტი. ანუ ეს ტრენდად იქცა ბევრი მიზეზის გამო. პირველი რაც არის, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მოთამაშე შემოდის ავტომობილების ბაზარზე, როგორც ჩინური ავტომობილები, ასევე ევროპული და ამერიკული ავტომობილები. მრავალფეროვნება გახდა უკვე ბაზარზე ხელმისაწვდომი და თან ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ ადამიანები, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას მეორადი მანქანა შეიძინონ თუ ახალი ჩინური მანქანა, ამის საშუალებას იძლევა ბაზარი, რომ ახალი მანქანები შეიძინონ ამ ფასად. შეუძლებელია დავუშვათ ვინმე სეჭვი გაუჩნდეს, რომ რამდენად ეკონომიურია თუ არაეკონომიური ხო ეს ნაწილი. თუმცა აქ თავარი პრობლემას რეალურად რასაც ვაწყდებით არის ინფრასტრუქტურა, რომელთან მიმართებაში ყველა ძღოლს ექნება კითხვა, რომ რეალურად კი ვიყიდი და კარგია რომ ეკონომიურია, მაგრამ მეორე მხრივ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც რეალურად გვაქვს სახეზე დამტენები და შემდგომ პრობლემის შემქმნელია. ამ კუთხით როგორი ტენდენციაა და როდესაც ფასები ახსენეთ, ამ ნაწილს ცალკე შევეხებ, იმიტომ რომ ფასებთან მიმართებაში ეს როგორ ჩანს მეორადი ავტომობილებისა და ახალი ელექტრომობილების ფასები როგორ თანხვედრაში ერთმანეთთან, ესეც საინტერესო ტენდენციაა. ბატონო, დამტენების ან ინფრასტრუქტურის ნაწილს რომ გავყვეთ, პრობლემური იმდენად აღარ არის, ამდენადაც მაგალითად ბოლო ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ საკითხზე. დამტენების რაოდენობა რაღაც რამდენიმე თვეა გასული და ასე მკვეთრად შეიცვალა სურათი. დამტენების რაოდენობა იზრდება ძალიან სწრაფად. ბევრი სხვა მოთამაშეს გამოჩნდა ბაზარზე ჩვენთან ერთად, რომელიც საერთო იდეაში საერთო საქმეს ვაკეთებთ ამ ყველაფრით. დამტენები დაემატა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არა მარტო თბილისში. სწრაფი დამტენების რაოდენობა თბილისში რამდენია მაყურებლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს. ანუ რამდენია საჭიროება და რამდენია რეალურად დღეს? საჭიროება ცოტა უხეში დასათვლელია, იმიტომ რომ დაახლოებით ელექტრომანქანების რაოდენობა არის 10000. დამტენების რაოდენობა, რა თქმა უნდა, თანაბრად ვერ გაყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს დამტენები დღის განმავლობაში შეიძლება მოემსახუროს 5, 10 ან 15 ავტომობილსაც. ანუ ყოველთვის ის მომენტი არ იქნება თავისუფალი, როდესაც მაგალითად ძღოლს სჭირდება. თბილისში ამ მომენტისათვის დაახლოებით 40-მდე ელექტრომობილის სწრაფი დამტენი არის მხოლოდ. ასევე არის ახლოვებით 60-70 ცალი ნელი დამტენი. შესაბამისად, დაფარვა ქალაქის მასშტაბით არის საკმაოდ კარგი და თანაბარი ყველა უბნებში, ასე კონკრეტულად და ის აბურთალოზე ვაკის მასშტაბით არ არის მარტივი. როდესაც პირობითად ბენზინის შესხმა ხდება საწვავის ამ შემთხვევაში, იქ ხშირად შეგვიმჩნევია ხო რიგი იმდენად ბევრია ბენზინგარსამართი სადგური, რომ ალბათ ეს რიგი ნაკლებად ხელშესახები შეიძლება და ნაკლებად პრობლემური იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ელექტრომობილების ნაწილზე მიუხედავად იმისა, რომ ის მასშტაბი არ არის თავისთავად, მაგრამ არის თუ არა რიგები, რამდენად ყველა ახერხებს ერთდროულად დატენვას, აი ეს პრობლემები რამდენად რეალურად ქმნის რისკებს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ მიმართულების განვითარებას უშლის ხელს. ჩვენ ერთი მთავარი რაღაცა უნდა დაგვაუწყდეს, რაც არის ის, რომ ძირითადად ელექტრომობილის
მფლობელები ავტომობილს ტენიან სახლში. ღამე, როდესაც შეუძლიათ დატოვონ საკუთარ გარაჟში, ან პარკინგზე გააჩერონ და იქ დამუხტონ. სწრაფი დამტენების გამოყენება ყოველდღიურად ისე რომ აი სხვა ალტერნატივა არ ქონდეს დატენვის მომხმარებელს, ძალიან მცირე არის ესეთი მომხმარებლების რიცხვი. თუ მაგალითად ერთ ქუჩაზე სადაც ცხოვრობ იქ არ არის შენთან დამტენი ახლოს და უნდა წახვიდი ამის გამო სადღაც დატოვო იქ მანქანა და შემდეგ ტაქსი დაბრუნდე უკან, ეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის და ამან შეიძლება შეაფერხოს ის გადაწყვეტილების მიღება, რომ გადავიდეს ელექტრომობილზე ადამიანი. წლის ბოლომდე კიდე უნდა დაემატოს დაახლოებით 20 ცალი სწრაფი დამტენი, რომლებიც ასევე გათვლილი იქნება ყველანაირი სტანდარტის მანქანებზე. რა არ არის საუბარი მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით. ჩინური მანქანების რაოდენობა ძალიან გაზრდილია და ამაზეც მორგებული იქნება, ევროპულ მანქანებზეც მორგებული იქნება, რა თქმა უნდა, და ეს რიგები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ყოველდღიურობაში ესეთი პრობლემა არ დგას. კონკრეტული თარიღები, კონკრეტული დღეები არის, როდესაც მაგალითად დიდი ნაკადი მოძრაობს თბილისიდან, ბათუმის მიმართულებით ან კახეთის მიმართულებით, როდესაც ქალაქს ტოვებენ, ხო, ან რაღაც შესაძლებლებზე. გზებია საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც მანქანას ყიდულობ, ხოლო დედაქალაქში გადასაადგილებლად არ გჭირდება, ხო, ამიტომ საინტერესო რა ხდება, დაუშვათ აი თბილისიდან ბათუმში წასვლის კუთხით ადამიანმა გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ამ პირიქით, აი ამ რა სურათი გვაქვს დამტენების კუთხით და იგივე თუნდაც კახეთი, ანუ თვალში რეალობა რომ აღვიქვათ სწორად რამდენად არის ეს ნაწილი პრობლემა. კი ბატონო, ანუ პრობლემა ეს ნაწილი ამ ეტაპზე არ არის, რიგებიც ასე ვთქვათ არ დგას, თუ კონკრეტულად რაღაც დღესასწაულებზე არ გვაქვს საუბარი, აღდგომის დღესასწაულებზე ან ახალი წლის პერიოდში, როდესაც ბევრი გადის ქალაქიდან. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით თითქმის ყოველ 100 კილომეტრში უკვე სწრაფი დამტენი აყენია, ანუ ყველა ტიპის ელექტრომანქანით შესაძლებელია გადაადგილება, რომელიც მინიმალურ მანძილსაც კი ფარავს, ანუ 100 კილომეტრსაც რომ ფარავდეს, ისეთი მანქანითაც შეიძლება ჩასვლა ბათუმში. დამტენები არის ასევე სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებშიც არის კახეთის მიმართულებითაც არის დამტენები დამონტაჟებული და კიდევ დაემატება ეს დამტენები წლის ბოლომდე. ანუ ეხლა იზრდება რიცხვი დამტენების და ასევე იზრდება სიმძლავრეების დამტენების, რომ შეამციროს ის რიგები და დამუხტვის დრო, რაც ეხლა გვაქვს. კი ბატონო, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ჩინური, ევროპული ელექტრომობილები რეალურად საიდან შემოყვავს, ანუ ყველაზე დიდი რაოდენობით საიდან შემოდის და დაუშვათ ფასები თან მიმართებაში როგორია? მე არ გთხოვთ კონკრეტულ ბუნებრივია ყველა სხვადასხვა ფასი იქნება ღირებულების კუთხით, ხო? თუმცა საიდან სადამდე მერყეობს და რამდენად კონკურენტულია ეს ფასები ამ ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, დაუშვათ თუნდაც იგივე სხვა ტიპის ავტომობილებთან მიმართებაში. კონკრეტულად იგითობით რომ მივყვეთ, ასე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული მანქანა საქართველოში ელექტრომანქანა არის Tesla. ნუ არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ჯერჯერობით ესე არის. შესაბამისად, ყველაზე მეტი ელექტრომობილი საქართველოში შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და შემდეგ ადგილზე არის უკვე ჩინეთი. ევროპიდან ნაკლებად შემოდის ელექტრომობილები. პირველ ადგილზე არის Tesla, მეორეზე Nissan, მესამეზე უკვე არის ნელ-ნელა მესამეზე არა, მაგრამ ხუთეულში შედის BYD ჩინური. ძირითადად ახალს ყიდულობთ ხოლმე ელექტრომობილებს, ამას ახლა ძალიან მარტივი მიზეზის გამო ვკითხულობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების ნაწილზე სხვა ქვეყნებიდან იმპორტის შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა, ექსპერტების ცალკეული ნაწილი, მათ შორის თქვენი კოლეგები, ოღონდ სხვა მიმართულებით ვარაუდობდნენ, რომ დაუშვათ იქ შეიძლება ეგრეთ მეორადი ავტომობილების გაძვირება გამოიწვია და რადგანაც უშუალოდ დაუშვათ ახალ ელექტრომობილები შეიძლება ვერ შემოვიყვანოთ, მეორადი ავტომობილები თუ გაძვირდა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ამ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით და ამან რაიმე ტიპის პრობლემა უკვე შექმნა თუ არა, ან ფიქრობ თუ არა რომ შექმნის? სხვათა შორის ამან კი არა პრობლემა პირიქით გაიაფა ელექტრომობილების. საინტერესო. იმიტომ რომ მან ტრამპის ტარიფებთან ერთად ასევე იყო ელონ მასკის რაღაც პოზიციები, რომლებიც ხალხში ასე ვთქვათ პოპულარული არ იყო და ბევრმა რაღაც პროტესტის ნიშნადაც კი თავისი ტესლები დააბრუნეს, შეკვეთები გააუქმეს. ანუ ეს ყველაფერი რეალობაა და არა მითი? არა, მითი არ არის. რომ ეს უბრალოდ მედიის რაღაც საუბრის თემა იყო. არა, ეგრე იყო. ანუ ამას ბიზნესი გრძნობდა საკუთარ. კი, რამდენიმე დიდი კონტრაქტი იყო, რომელიც ტესლას გააუქმეს, მაგალითად ტაქსების გაქირავების კომპანია იყო, რომელსაც რამდენიმე 1000 ცალი ტესლა ჰქონდა შეკვეთილი და ეს კონტრაქტის შეწყდა, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ მეორადი ბაზარი საქართველოსთვისაც არის გათვლილი, ხო არის ერთად დაზიანებული მანქანების. რა ამერიკაში დაზიანებული ელექტრომობილის შეკეთება, ასე ვთქვათ, არ არის საინტერესო და რენტაბელური რა. ამიტომ მეორადი და დაზიანებული მანქანები საქართველოში ძალიან იაფად არის შესაძლებელი ჩამოიყვანოთ. თქვენ ფასები რაც წეღან მკითხეთ და
დაახლოებით ეხლა რომ ავიღოთ 3 წლის ან 2 წლის Tesla-ს ელექტრომობილი შესაძლებელი არის რომ $15,000 ფარგლებში ჩამოიყვანოს ეს მანქანა ადამიანმა და ხო, მაგრამ ეს ფაზი რამდენად კონკურენტულია რეალურად, იმიტომ რომ ეხლა თქვენ არ დაგისახელებთ მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ეკონომიურია და სხვადასხვა უპირატესობები აქვს, ეს არ არის ის ფასი პირობითად უხეშად რომ თქვა, რომელიც დაუშვათ მას რაღაც განსაკუთრებულ კონკურენტულობას შესძენს. ჩემი წარმოდგენით იმ ადამიანის, რომელსაც რესპონდენტების დონეზე აქვს მაინც მეტნაკლები შემხებლობა ამ სექტორთან. ამიტომაც მნიშვნელოვანი რომ მაყურებლისთვის ცხადი გავხადოთ, მაშინ რა უპირატესობა აქვს პირობითად ელექტრომობილებს და რატომ უნდა შემოვიყვანო, როდესაც ფასით ის მაინც და მაინც კონკურენტული არ ჩანს ხოლმე. მით უმეტეს თუ მეორადი უნდა შემოვიყვანო. კი ბატონო, რამდენიმე ესეთი ფაქტორი არის. ერთი მაგალითად ის რომ ტექნოლოგიურად არის ძალიან განვითარებული, შედარებით სხვა შიდაწვიზრავიან მანქანებთან. ძალიან ბევრი უსაფრთხოების სისტემა აქვს, დამოუკიდებელი მართვის სისტემები აქვს და ფუნქციონალი, რომლებიც არ გააჩნია თანამედროვე მანქანებს შიდაწვიზრავიანს გულისხმობ. მეორე ნაწილი არის შენახვა, ასე ვთქვათ, maintenance-ი ყოველთვიური, ყოველწლიური, რომელიც ფაქტობრივად არ ჭირდება ამ მანქანებს. არანაირი თანმდევი ხარჯი არ გააჩნია ელექტრომობილის ფლობას გარდა დატენვისა. რაც ნუ ფასებით საწოლთან შედარებაც კი არ შეიძლება ისეთი განსხვავება არის. წლის განმავლობაში შეიძლება ელექტრომობილის ფლობას ჰქონდეს მხოლოდ საბურავების და მინების საწმენდის შეცვლის ხარჯი. რა სხვა არანაირი ხარჯი არ გააჩნია. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს მოლოდინები როგორი გაქვთ ანუ რეალურად და აუცილებლად რჩევა კლავაც მაშინაც კითხეთ, რას ურჩევთ ადამიანებს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ შემოიყვანონ თუ არა ელექტრომობილები, იმიტომ რომ ეს ძალიან მაინც ცოტა პრობლემურ ნაწილად ეჩვენებათ, ხო? თუმცა ეკოლოგიური კუთხით და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც მეტი ასეთი 10,000, რაც თუ გახდება პირობითად 50 ბევრად უკეთესი, ამას ყველა ხვდებით. ხა არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ავტომობილების მიმართულებაში ერკვევათ, ხო? ამიტომ საინტერესო დავუშვათ რეალურად მოლოდინები როგორი უნდა ჰქონდეს მომხმარებელსაც და ბაზრის მოთამაშეებსაც თქვენ ახსენეთ, რომ ბევრად გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ამ მიმართულებაზე მუშაობდნენ. მოდი რჩევაზე დავიწყებ ჯერ რომ ანუ პირველ რიგში მე რო დღეს ვყიდულობდი ელექტრომობილს აუცილებლად გავაკეთებდი პატარა მოკვლევას სად არის ჩემს სახლთან დამტენი ახლოს და რამდენად მაწყობს ამის გამოყენება ან ინტერნეტში ან Facebook-ზე არის ბევრი ჯგუფები, ბევრი ავტომობილის ბრენდი, რომელიც პოპულარული არის, უკვე დიდი ჯგუფები არსებობს, როგორც ყველასთვის ცნობილია და აბსოლუტურად ყველა ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი. ყველა რატომღაც ესეთ ჩამოყალიბდა ტრენდი, რომ ელექტრომობილის ფლობელებს ერთმანეთის დახმარება ძალიან უყვართ. და ინფორმაციის მიწოდებით ან სადმე თუ გაუჩერდა ადამიანს მანქანა მოდის სახლთან დაღატენი, აი რაღაც ესეთი სოციალიზაცია მოხდა ძალიან. ხოლმე მივესალმები, კარგი ტენდენცია ყოფილა. კი. და ამიტომ ესეთი ინფორმაციის მოკვლევა და ანუ მიღება ძალიან მარტივი გახდა. ასევე შესაძლებელი არის, ბევრი შოურუმი არის თბილისში გახსნილი ელექტრომობილების არ გულისხმობ მეორადი დაზიანებულ მანქანებს, ახალი ჩინური ავტომობილები, რომლებიც ასევე ხელშესახები ფასი ღირს, ტესტ-დრაივი შეიძლება უბრალოდ გაატარო მანქანას და ნახოთ, რამდენად დიდი განსხვავება და კომფორტი არის შიდაწვიზრავიანი ავტომობილის მართვასთან შედარებით. მე დავუშვათ პირობითად მომსახურება და მანქანას რაღაც ნაწილის შეცვლა, აი ამ მიმართულებით როგორი სურათი გაქვთ, რომ დავუშვათ ეს პრობლემას წარმოადგენს თუ არა? ჩემ პირად გამოცდილებას გეტყვით, 6 წლის განმავლობაში რაც ელექტრომანქანა ყავს, ჯერ არ დამჭირვებია არანაირი სერვისი გარდა საბურავების შეცვლისა. ამიტომ ამის პრობლემა მე არ მქონია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის ყველა პოპულარული ბრენდის მანქანა, რაც საქართველოში იყიდება, აბსოლუტურად ყველა ნაწილი ხელმისაწვდომი არის და ყველანაირი სერვისი არსებობს ამის. არა მარტო თბილისში. კი ბატონო, და მოლოდინებით. ჩემი აზრით, ანუ წინა წელს პროგნოზ დავიმახსოვრებ და შემდგომ სტუმრობაზე გაგახსენებ აუცილებლად. კი ბატონო, წინა წელს რაც იყო რიცხვი 4000-ზე მეტი იყო დაახლოებით ელექტრომანქანა შემოსული. ეხლა პირველ ორ კვარტალში თითქმის დაეწია ეს რიცხვი ამას. წლის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხლა რაც გვაქვს მაჩვენებელი წელს 5000-მდე მაინც შემოვა ელექტრომობილი და ეხლა უკვე რაც გვაქვს 10000 გადაცდა, შემდეგი მიზანი არის უკვე რომ 15000-მდე ავიდეს და ამის შემდეგ უკვე საერთოდ სხვანაირი სურათი შეიძლება იყოს ბაზარზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და იმედი ვიქონიეთ რომ ინფრასტრუქტურაც უფრო სწრაფად გაუმჯობესდება და შესაბამისად მე უკვე მძღოლებისთვისაც მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება ამ მიმართულებით. დავით იოსავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.